მოგესალმებით მეგობრებო, შემდეგი YouTube ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მართა გვასწავლის როგორ გავაკეთოთ თათის ქვაში ოღონდ ფურცლისგან. ვაუ! რა დაგჭირდება პირველ რიგში მართა? ამისთვის მეგობრებო დაგჭირდება არ უბრალოდ სახატავისას თეთრი ფურცლები იქნება, ან უკვე გაფერადებული ფურცლები. შემდეგ დაგჭირდება მეგობრებო სკოჩი ჩვეულებრივი ძალიან. დაგჭირდება მეგობრებო მაკრატელი. თუ მეგობრებო თქვენ თეთრ ფურცელზე აკეთებთ, მაშინ მარკერები დაგჭირდება თქვენ, მაგრამ მე ნამჯერად ფერადზე გავაკეთებ და აუცილებლად ფანქარი. ეს რა უცნაური ფანქარია. გონია აღარ არის. მისემ კლასიდან. მოდი დავიწყოთ გაკეთება. მე შევეცდები რომ ვისწავლო და შენ ამიხსენი. მე არ ვიცი მეგობრებო როგორ კეთდება. თქვენსავით, ამიტომაც მოდით ერთად ვისწავლოთ. იდი დამავიწყდა იმის თქმა, რომ დაგჭირდება კიდე სალფეტკები. რომელი ფერის გინდა მანამ რომ გავაკეთოთ ეს ჩვენი? მოდი გავაკეთოთ წითელი. თათის ქვეში. მოკლედ, ავიღოთ ფურცელი და ზედ მეგობრებო უნდა დავხატოთ თათი ახლა. მართასთან ერთად მეც გავაკეთებ და თქვენ შეგიძლიათ მოიმარჯოთ ახლა ფურცელი და ფანქარი ძალიან მარტივად და თქვენც გააკეთოთ. აი დაახლოებით ნახე, ანუ ეს თათს ვხატავთ. შემდეგ აი აქ უბრალოდ ესე ცოტა და ესე გავაკეთება ქართულად. ოკეი. ესე. და შემდეგ კიდევ ესე უნდა გავაკეთო. ნუ თათები ხო? ხო. ჩემი თათი მეგობრებო, ხო საყვარელია. ნაუმარია. აი მეგობრებო, ესეთი გამომივიდა. შემდეგ მეგობრებო, ეს ფურცელი ესე უნდა გადავკეცოთ ჩვენ. აი ჩვეულებრივად ორად უნდა გადავკეცოთ. აი ესე რო იყოს რა. მე უკანას რომ აი ესე იყოს. მოკლედ მეგობრებო და ამ თათს უნდა დავახატოთ ჩვენ ესეთი პატარა რგოლები აქ. დაჩვენებთ მოკლედ და რა. ესე. ესე. აი მეგობრებო ესეთი უნდა გამოგვივიდეს. მე მომწონს ჩემი. თქვენ შეგიძლიათ აი ეს თათები რამე ფრად გააფერადოთ. მაგალითად მე შავად გავაფერადებ თავად. მე წითლად. მოკლედ მორჩით მეგობრებო უკვე ორივე და ეხლა უნდა გადავაკეთოთ ამ ყველაფერს სკოჩი. აი ჯერ მე გადავაკეთებ და მე შენ. მანანა. ანუ მე როგორც მივხვდი, მთლიანად ამას უნდა გადავაკროთ სკოჩი. ხო, მთლიან ფურცელზე არა საჭირო, მხოლოდ ნახატს გადავაკროთ სკოჩი. აი, უკვე გამომივიდა მე. მარტივია რა, ყველაფერი მარტივია თუ მოინდომება რა. არაფერი არ არის შეუძლებელი. ჩვენც ახლა გვეგონა რომ მაგალითად ყლარწის გაკეთება იყო შეუძლებელი, იმიტომ რომ ყველა ვიდეო ცადა მართლა 5 წლიდან მაგას ვცდილობს და ვერ აკეთებდა. მე მივედი და ვუთხარი. არაფერი არის შეუძლებელი თქო. წამოდი გავაკეთოთ თქო და იმ დღესვე გავაკეთეთ, იმიტომ რომ სწორი მიდგომით, აი მაგ მიდგომით რომ უნდა გავაკეთო, აი შანსი არა რაც არ უნდა იყოს, უნდა გავაკეთო რა. მართლა აკეთებ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. კი, ნამდვილად. რაც გულით გინდა, ეგ უნდა გავაკეთო რა. ნახეთ, ლაიფჰაკი. კაი. გადაკეთოთ უნდა. ესე და არასოდეს აღარ დაგეკარგებათ, აი. მე სკოჩი. და ეხლა გამოვჭრათ მეგობრებო, აი ზუსტად აი ესე თათის სკოჩეულებრივ ესე უნდა გამოვჭრათ. ახსოვდეთ რომ ამ ერთ ნაწილზესაც არაფერი არ ახატია, შეგვიძლია რაც გვინდა ის დავახატლეთ. რა საყვარლობა. შენი თათი. მე დავახატე ველოებს. მეგობრებო, შეხედეთ ესეთი ელოები გამომდის მე. გონი ძალიან საყვარლობა. აი მეგობრებო, ესეთი რაღაცები უნდა გამოგივიდეთ. მე ესეთი გამომივიდა. მანას ძალიან საყვარლია. მოკლედ ახლა მეგობრებო, იმ ხარეს რომელზეც არ არის სკოჩი გადაკრული, უნდა გადავაკროთ ეს სკოჩი. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. გადააკროთ სკოჩი. გადააკარი უკვე. და შემდეგ მეგობრებო, ეს ნაწილები ესე გავუკეთოთ. უბრალოდ რომლებიც მოიკეცება, ეგენი მოვკეცოთ. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც გამოჭრით, აი ესე. ხო, გამოჭრით. კი. ხო, როდესაც გამოჭრით, დაახატოთ აი ამ მხარეს და ამ მხარეს. ამ მხარეს. ხო. ხდებით? იმიტომ რომ მე მაგალითად შიგნით ამ მხარეს დავახატე. ხო. ეგრე არ არის სწორი, ერთმანეთს არ დაემთხვევა. ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფურცლის გარე მხარეებზე უნდა გააკეთოთ ნახატები. კაი, გავაგრძელოთ. შემდეგ მეგობრებო, ავიღოთ თათი. აი ხე შენს? რომელი? თათი?
და მეგობრებო, აქ ესე სკოჩი უნდა დავაწებოთ. უკანა მხრიდან მეგობრებო, უნდა იყოს წებოვანი. აჰა. მოკლედ, მეგობრებო, აი ესე რომ მიეწებოს. ხო, აი. მიეწება, აქედან არის წებოვანი. ხო, კი. მერე? შემდეგ უნდა ავიღოთ ჩვენი თათი. და უნდა მივადოთ ერთმანეთს აი ესე რომ ემთხვეოდეს. შეხედეთ რა კარგად ემთხვევა ახლა ჩემთან? აი, ჩემთანაც. ხო, კი. და მეგობრებო, ეს სკოჩი აი ესე უნდა მოვუყუნოთ. აი, შევერე. მივაწებოთ ანუ ერთმანეთს, ხო? კარგი. საყარი. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. და შემდეგ მეგობრებო, უნდა ავიღოთ სკოჩი და გვერდებიდან აი ესე ჩვეულებრივ უნდა მივყვეთ და უნდა დავაწებოთ. აი, როგორც გავაკეთეთ დაბლი. აი მეგობრებო, ეს რაღაც უნდა გამოგვივიდეს და დაგჭირდება სალფეტკი. შენ არ შეკრა. ხო. რადგანაც სალფეტკები ჩავდოთ შიგნით, ხო? რადგანაც შიგნით სალფეტკები ჩავდოთ, მეგობრებო. ჩავდოთ, მეგობრებო, შიგ ეს ჩვენი სალფეტკები, ხო? აი გამოგდის მანა. აი ეს ნაწილი დამრჩა რა. ხო, იგივე მეგობრებო. სალფეტკები ჩავდოთ? კი. დავხიო თუ? ნახე. მოკლედ მორჩა, უბრალოდ მეგობრებო, სალფეტკები ჩავდეთ შიგ და ეხლა გვჭირდება მეგობრებო ისევ სკოჩი. კიდე ერთმანეთს უნდა შევაკრათ რა. შევაკრათ, რა პრობლემაა? მართმევ ყველას რომლებიც გამოვჭერი სკოჩი ჩემთვის. გონი მორჩი. ცოტა მინდა. აი ღე. მოკლედ მეგობრებო, ახლა ჩვეულებრივად ალბათ მივხვდით, უნდა შევაკაროთ ისე ერთმანეთს. საყვალოა. მე მგონი მორჩი არა? ნახეთ რა საყვალოა. ო, თანამაზია. როგორც იქნა მეგობრებო, გავაკეთეთ ჩემი პირველი ფურცლის თათის ქვიში. თქვენს იმედი მაქვს ყველამ გააკეთეთ, ყველა შეგიძლიათ ამის გაკეთება, ძალიან მარტივია. მე პირველად ვცადე და რა ვიცი, ნორმალური გამოვიდა. ორივე მხრიდან მქონდეს ნახატი და ძალიან საყვარლობაა, ხო? კი, შეგიძლიათ თუ არც გქონდეს რავი უკანა მხრიდან ნახატი. ძალიან საყვარლობაა. გადააგდო. მადლობა მართა. და რა ვიცი, დროებით. დროებით. თათის ფურცლის ქვიშის გაკეთება. ჩემთვის უფრო ესე არის კომფორტული, იმიტომ რომ ანუ უცებ უბრალოდ დავხაზავ, როგორ უნდა გავაკეთო და ხო, რა ძალიან ადვილი იქნება. გურამ კაშია სტიკერი გადმოგივარდა. ეს რა, რემონტს აკეთებ? თუ რა მხელა? არა. ძი, რემონტ. ცოტა. აბას ქვიში. მაგრამ თათის ქვიში, იმიტომ რომ თათის ფორმის ქვიში. კაი. მანა, ჩემთვის ვიჭრი. ოხტები ამას შენ. იმედი ამას არ არის. ავი. მოკლედ, აი მორჩი მეგობრებო. მოიცა! მე არ მორჩენი ვარ, დაელოდე შენს მოსწავლეს. მორჩი უკვე. მოკლედ, მორჩით მეგობრებო უკვე ორი. ეხლა მეგობრებო იმ ხარეს რომელსაც არ აქვს გადაკრული, ხო. ამიტომ დაიჭირეს. ის დაიჭირე. არა. ესე? არა. მითხარი, გურამ კაშია. კარში.